საღამოს 6 საათზე დღის მთავარ სიახლეებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოგიდგენთ. 3 საათიანი სასამართლო პროცესი დასრულებულია. ბაჩუ ახალაიას პატიმრობა შეუფარდეს. გიორგი კალანდაძესა და ზურა შამათავას კი 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. თუმცა გენშტაბის ხელმძღვანელისა და მეოთხე ბრიგადის მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება ისევ გაგრძელდება. სასამართლო დარბაზში დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იყვნენ, რომლებიც ახალაიას თავდებში უდგებოდნენ. თუმცა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ 26 დეპუტატის თავდებით ყოფილი მინისტრი გათავისუფლებულიყო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ახალაია სავარაუდოდ გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანენ. რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში და რა განცხადებები კეთდება პროცესის დასრულების შემდეგ? მალხას ჭკადუა მოგვაწვის ბოლო ინფორმაცია სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. მალხას პირდაპირ ეთერში ხარ. თამთა პირველი ვინც ოფიციალური განცხადება გააკეთა სასამართლოს დასრულების შემდეგ ეს გახდა საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლე ეკა არაშიძე, რომელმაც მედიას დეტალურად აუხსნა თუ რა შეედებოდა ბრალის სამივე პირს და რა შეეფარდა სამივე მათგანს. თუმცა მანამდე ვიდრე ამ განცხადებას გაგაცნობდეთ, ჩვენ საშუალება გვაქვს ეხლა გავესაუბროთ ბაჩენ ახალაიას ადვოკატს ბაჩუკი ყურაშვილს, რომელიც სასამართლოს მიმდინარეობის შესახებ ჩვენს კითხვებს უპასუხებს. ბატონო ბაჩუკი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობთ რომ პირდაპირ ეთერში გვერდთვებით. აქ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს სასამართლოს შემდეგ, რომ ბრალდების მხარე საკმაოდ სუსტი იყო, მტკიცებულებები არ იყო გამყარებული. თქვენ რა აზრით ხართ, როგორ ჩაიარა სასამართლო პროცესმა, დააკმაყოფილა თუ არა, ან რა არ დააკმაყოფილა სასამართლო მოსამართლემ თქვენი შუამდგომობებიდან? მოგახსენებთ, სასამართლო იხილავდა შუამდგომლობას საყვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით. მოთხოვნილი იქნა დაპატიმრება. კარგი არის, რომ დაკმაყოფილდა ორი პირის მიმართ, უფრო ნაკლებად ასე ვთქვათ, მძიმე აპროტეს ღონისძიება იქნა შერჩეული გერაოს სახით, ხოლო ბატონი ბაჩან ახალაიას მიმართ არ დაკმაყოფილდა და შეფარდებული იქნა დაპატიმრება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უკანონო არის, არ იყო დასაბუთება საკმარისი საიმისოდ, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასეთი მძიმე აპროტეს ღონისძიების სახის გამოყენება. შესაბამისად, ბუნებრივია მიგვაჩნია, რომ უკანონო არის, რომ მის მიმართ შერჩეული იქნა დაპატიმრება. ჩვენი პოზიცია იქნება სამომავლოდ, რომ გავასაჩივრებთ ამას 48 საათი გვაქვს გასაჩივრებისთვის. ბატონო ბაჩუკი, თქვენ ასევე როგორც ბრალდების მხარეს გაქვთ 20 დეკემბრამდე ვადა იმისთვის, რომ უკვე წინასწარი პროცესი როცა გაიმართება, წარმოადგინოთ მტკიცებულებები დაცვისთვის, როგორ აპირებთ მუშაობას და არსებობს თუ არის მტკიცებულებები, რომლებიც თქვენი დაცვის ქვეშ ყოფილი ადამიანის პირის უდანაშაულობას დაამტკიცებს? ჩვენ ვიმუშავებთ ცხადია ამ მიმართულებით, შევეცდებით მაქსიმალურად მოიპოვოთ ის მტკიცებულებები, რაც იქნება წარდგენილი კანონით გათვალისწინებული წესით. თავად რაც შეეხება ბატონი ბაჩან ახალაიას პოზიციას, მოგეხსენებათ ის არ ცნობს თავს დამნაშავედ და საერთოდ უარყოფს, რომ ასეთი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა, არ ქონდა ადგილი ასეთ ფაქტს და შესაბამისად ეს ბრალდება, რაც მას წაიყენა, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს. და ბოლო კითხვა, ასევე სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ კარგი იქნებოდა ეს პროცესი გაშუქებულიყო მედიით და პირდაპირ ეთერში ქონოდა რამდენიმე ტელევიზიას. ჩვენ გვახსოვს ლევან გაჩიჩილაძის შვილის საქმე, რომელიც სასამართლო პროცესზე დაიშვა გამონაკლისი კანონიდან და შეუშვეს მედიის წარმომადგენლები. თუ ასეთი სურვილი არსებობდა მართულ გუნდში, რომელიც ამ შემთხვევაში მხარს უჭერს ბაჩენ ახალაიას, თქვენ ადვოკატებმა რატო არ წარმოადგენთ ეს შუამდგომლობა და რატო არ დააკენეთ ეს საკითხი მოსამართლის წინაშე? ჩვენ არ დაგვიყენებია ეს შუამდგომლობა, ჩვეულებრივად როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, შესაბამისად და პროცესი გაიმართა ამ კანონმდებლობის საფუძველზე და გამომდინარე აქედან ბუნებრივია ამ საკითხზე არ იყო მუშაობა. დიდი მადლობა, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს გახლავთ ბაჩუკი ყურაშვილი, ის გახლავთ ბაჩენ ახალაიას ადვოკატი. ის აცხადებს, რომ ბაჩენ ახალაია არ ცნობს თავს დამნაშავედ და შესაბამისად აუცილებლად ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოიტანა რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა, გაასაჩივრებენ. რაც შეეხება ოფიციალურ სახელმწიფო ბრალდებას, დღეს ეკა არაშიძემ რამდენიმე წუთის წინ გაახმაურა ეს კიდევ ერთხელ მედიის წარმომადგენლების წინაშე. ოფიციალურად ბაჩენ ახალაიას ბრალადდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით და დაზრალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. რაც შეეხება, ეს არის არასრული ტექსტი, რაც შეეხება ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძის ბრალს, მათ ედებათ ბრალად მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზრალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
ეს არის ოფიციალური სახელმწიფო პოზიცია ამ ადამიანების მიმართ. ბაჩენ ახალაია სავარაუდოდ იქნება გადაყვანილი გდანის მეროს საპრობლემში, თუმცა არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს ყოფილი საჯარო მოხელე გადაიყვანონ ასევე ყოფილ საჯარო მოხელეთათვის განკუთვნილ საპატიმრო დაწესებულებაში. რაც შეეხება რეაქციებს, ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლის შედეგი მისი დაკავებას და დაპატიმრებაც. აღსანიშნავია, რომ მათი შუამდგომობა, რომელიც ეხებოდა ბაჩენ ახალაიას გათავისუფლებას, მათი პირადი თავნებობის ხელმოწერის საფუძველზე ეხებოდა სწორედ მხოლოდ ბაჩენ ახალაიას და არა ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძეს. თუ რას ფიქრობენ ყოფილი მმართველ გუნდში ბაჩენ ახალაიას დაკავება და წინასწარ დაპატიმრების შეფარდებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მოკლე კომენტარი. ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა მთელი პროცესი. პირდაპირ ეთერში თუნდაც ენახათ. ამას მოვაწყო. არაკაცოშე. მორჩებია ჩემი რადოსთან. ჩემ მთელი პროცესი ენახა საზოგადოებას. ბრალდების ხარე იყო ძალიან უსუსური. გამოსაუთებელი, თუნდაც ერთი რამის აღნიშნავ გითხრათ, რომ დაზარალებულად დავყავდეთ ნაცნობი არა. თავი გაწია. ჭრეკვის ხელშეკრულების უფლება. თავი გაწია, თავია რომელი ხარ? შემდგომ დააიღოთ ხელში. მე არა მაქვს არანაირი პრეტენზია შეფერს საერთოდ არსებითი გაჩვენა რომელი თევზი იმაშოვა ძილადა საკეთებს არის იყო სამართლიანი გადაწყვეტილება ბატონ გიორგი კალანდაძესთან დაკავშირებით, აგრეთვე ზურაბ შამათავასთან დაკავშირებით. ამრიგად ის პოლიტიკური პროვოკაცია და ავანტიურა ჩაჭრებული იყო ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ალასანიას და იუსტიციის მინისტრის მხრიდან არის შეჩერებული. რაც ვფიქრობ, არის დიდი გამარჯვება ქართული საზოგადოების. რაც შეეხება ბატონ ბაჩო ახალაიას, მას შეეფარდა ორთვიანი პატიმრობა, დაცვის მხარე ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ ამ ორი თვის განმავლობაში დადასტურებული იქნას ის, რომ ბაჩო ახალაიას არ მიუძღვის ბრალი. თვით წარმომდგენლები ამ ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ბრალს უყურებს ბაჩო ახალაიას, თვითონ არის მხილებული ყაჩაღობაში, თვითონ არის მხილებული დოკუმენტების გაყალბებაში. აქედან ძალიან კარგად ჩანს სახე ამ ხელისუფლების, რომელსაც არ შეუძლია არც ერთი წესიერი ადამიანის მოყვანა მოწმედ, გარდა ყაჩაღებისა და გარდა დოკუმენტების გაყალბებისა. დიდი მადლობა. თამთა როგორც მოისმინეთ, ამ განცხადებების კეთება ყოფილი მმართველი გუნდის წევრებს მოუწიათ შეძახილებისა და გარკვეული არც თუ ისე სასიამოვნო რეპლიკების ფონზე აქ ადამიანთა ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში იყო მობილიზებული და ისინი ელოდებოდნენ მათ გამოსვლას. აქ იყო მოტანილი ცოცხები, ასევე ქართული ოცნების დროშები. ეს გარკვეულწილად გახდა სიმბოლო იმ მოვლენებისა ცოცხი, რაც ბოლო 2 თვის წინ ახა ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენ ასევე გთავაზობთ ახლა ერთ-ერთი დაკავებულის და უკვე გარკვეული გადაწყვეტილების ობიექტის ამ შემთხვევაში გიორგი კალანდაძის ადვოკატის კომენტარს. გიორგი კალანდაძე ისევე როგორც ზურაბ შამათავა მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებიან მას შემდეგ, რაც ოჯახი მათი ახლობლები გადაიხდიან 20,000 ლარს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამით არ შეჩერდება. მადლობთ მალხაზ, ამ კომენტარს ჩვენ მოვისმენთ უკვე მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში. ეს იყო მალხაზ ჭკადუა, რომელიც საქალაქო სასამართლოდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ცოტა ხნის წინ დასრულდა პროცესი, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რაც შეეხება ზურაბ შამათავასა და გიორგი კალანდაძეს, ისინი 20,000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. მეცხრე არხის ექსკლუზივი ბაჩო ახალაიაზე კიდევ ერთი ადამიანი ალაპარაკდა. რუსთავის მეორე დაწესებულებისა და ქალაქის მე-6 საპყრობილის ყოფილი მთავარი ექიმი სასჯელახსრულების ექს-მინისტრს პატიმრების მებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დავით ჭუმბურიძე ამტკიცებს, რომ პირადად აქვს ნანახი, როგორც ცემდა და აწამებდა ახალაია მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულებს. საუბარია 2006 წელს მომხდარ სამ ფაქტზე, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი შეესწრო. ჭუმბურიძე, რომელიც ახლა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს, მზად არის დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მისცეს. დავით ჭუმბურიძე ლანა ბერიძემ ჩაწერა, რომელსაც ჩვენ ახლა რუსთავის მე-6 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ლანა, კონკრეტულად რომ მოგვიყვე, რას იხსენებს ციხის ყოფილი ექიმი?
საღამოშიდობის თამთა ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით რუსთავის მე-6 საპყრობილესთან დღეს დღის განმავლობაში მე-9 დღის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა რუსთავის მეორე დაწესებულებისა და რუსთავის მე-6 საპყრობილის ყოფილი მთავარი ექიმი დღეს დავით ჭუმბურიძემ ექიმა დავით ჭუმბურიძემ მე-9-დან 6 წლის წინანდელი ის ისტორიები გაიხსნა რომელიც მისი აქ მუშაობის პერიოდში მან საკუთარი თვალით ნახა დავით ჭუმბურიძემ მე-9-დან ექსკლუზიური ინტერვიუში ყვება თუ როგორ ნახა მან საკუთარი თვალით მაშინდელი დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას მიერ და მექის ქადავას მიერ ნაცემი ადამიანები დავით ჭუმბურიძე მე-9-დან საუბრისას იხსენებს დეტალებს როდესაც 2006 წლის 27 მარტის ციხის ბუნტის დროს 57 დაზარალებული პატიმარი გადმოიყვანეს მის დაწესებულებაში და მან უშუალოდ უმკურნალა ამ ადამიანებს ასევე იხსენებს პატიმარ ბიბლიანის ისტორიას რომელიც ფაქტობრივად კომაში მიიყვანეს ციხეში და მან ის ადამიანი გადაარჩინა და წლების შემდეგ მისმა ოჯახმა უკვე ციხის ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ამ პატიმრის მადლობა გადაუხადა ბიბლიანის ოჯახმა ექიმი აცხადებს რომ ის ხუთი თვე რომელიც მან გაატარა ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში მისთვის იყო ძალიან მძიმე და სწორედ ამიტომ მან ხუთი თვის შემდეგ დაწერა განცხადება და უწყება დატოვა ბაჩო ახალაია და მეგისა ქარდავა აქედან უნდა გადამეყვანა მე პატიმარი რომელიც ცალთვალზე იყო ბრმა და მეორე თვალზე ბრმავდებოდა ამ პატიმართან დაკავშირებით ჩადებული იყო საბუთებში დასკვნები იგივე ქალბატონი მარინას ჯიშკარიანის მოთხოვნა იგივე ბატონ სოზარ სუბარის მოთხოვნები გადაყვანაზე ანუ საბუთები ყველანაირად გამაგრებული იყო როდესაც ეს პატიმარი ჩასვეს მანქანაში და წაეყვანათ ეტაპში სასწრაფოდ მოვიდნენ შეიძლება ითქვას რომ მოვარდნენ მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია ეს პატიმარი ჩამოიყვანეს მანქანიდან ზემატყეპი ჩიაგდეს უკანვე კამერაში დაიწყეს საბუთების თვალიერება ვერაფრით ვერ აუხსენი რომ ყველაფერი არის კანონიერად ამის შემდეგ ჩემი საბუთები და ამ პატიმრის საბუთები გადაცეს ბატონ ნუკლი ხუხუას შესასწავლად არის თუ არა რამე დარღვევა უკვე 2-3 დღის შემდეგ მითხრა ბატონმა ნუკლი ხუხუამ რომ დათო გადარჩენილი ხარ ალარდეთზე იმიტომ რომ გამწესებული იყავი დასაჭერათო ექიმი დავით ჭუმბურიძე როგორც თქვენ უკვე მოусმინეთ იხსნებს დეტალებს როგორ არაძლევდნენ მას საშუალებას ავადმყოფი პატიმარი გადაიყვანა სამკურნალოდ და პატიმარი რომელიც მხედველობას კარგავდა და ცალი თვალში მას უკვე სინათლე არ ქონდა არ მიცეს საშუალება ახალაიამ და მეგის ქარდავამ გადაიყვანა ავადმყოფოში ასევე ექიმი იხსნებს დეტალებს როდესაც ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ პატიმრის თემაში ან თავისი თვალით უყურებდნენ ბადრაგი ან სხვა დანარჩენი პატიმრები როგორც სცემდნენ ერთ ან ორ პატიმარს და ამას ხელს არ უშლიდნენ პირიქით ამ ყველაფერში თვითონაც იღებდნენ მონაწილეობას როგორც მე უკვე აღნიშნა დავით ჭუმბურიძემ მას შემდეგ რაც 2 თვე უშუალოდ მოუწია დათა ახალაიასთან შეხება და მისი მმართველობას უყურებდა ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და ექიმმა განცხადება დაწერა და ის უწყებიდან წავიდა და თქვენ შეგიძლიათ ახლა თავად მოусმინოთ აი ამ კომენტარს რომელიც მან ჩვენთან საუბარში გააკეთა მე არ მინდოდა ამ წამებაში მონაწილეობა არ მინდოდა მიმეღო იმ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა 13 მაისს მე დავწერე განცხადება იმიტომ აღარ შემეძლო მაგის იყურება დავწერე განცხადება და წამოვედი სისტემიდან რაც ახლა ვილაპარაკე ამაზე დაყრდნობით და იგივე შემიძლია ვილაპარაკო ნებისმიერ ადგილას მე ახლა ამას ვლაპარაკობ იმ ფაქტებზე დაყრდნობით და იმაზე რაც მე ვნახე ამ დაწესებულებაში მე-6 დაწესებულებაში ამ წუთებში ჩვენ როგორც უკვე აღნიშნე ვიმყოფებით ბატონ დავით ჭუმბურიძესთან ერთად რუსთავის მე-6 საპყრობილესთან მან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენთან ერთად და გაიხსნა ყველა ის დეტალი რომელიც მისი აქ მუშაობის პერიოდში მან საკუთარი თვალით ნახა 9 საათზე ნახეთ დეტალები რაც იხსნებს ციხის ყოფილი მთავარი ექიმი რა ბრალდებებს უყენებს ის ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას და ბატონი დავით ჭუმბურიძე აცხადებს რომ ის მზად არის ყველა ის ფაქტი რომელიც მან დღეს ჩვენთან საუბარში მოყვა უკვე გამოძიებასთან და სამართალდამცავ უწყებებთან მოყვეს და დაეხმაროს გამოძიებას მისი ჩვენები თუ გამოძიება ამ ჩვენებებით დაინტერესდება დეტალები 9 საათიან გამოშვებაში დაგველოდეთ თქვენ ძალიან საინტერესო ინტერვიუს მოისმენთ მადლობთ ლანა ციხის ყოფილი ექიმის სკანდალური განცხადებები ნახეთ ლანა ბერიძის რეპორტაჟში საღამოს 9 საათზე ლაფანყურის სპეცოპერაციის მსხვერპლის ოჯახი კი დუმილს არღვევს არჩილ ჩოხელის და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს განცხადება უწყებაში უკვე შეტანილია სპეცდანიშნულების რაზმის წევრის ოჯახი ერთადერთ კითხვაზე ითხოვს პასუხს რა გარემოებაში დაიღუპა ჩოხელი რომელიც ნათესავებისთვის მიწოდებული ერთ-ერთი ვერსიით სნაიპერის ტყვია მიმსხვერპლა ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებულა
მიღებია. მეტიც ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის მისვენების ფაქტი გატარებულიც კი არ არის. დაღუპულის ოჯახი საქმის ბუნდოვანებაზე საუბრობს და დაკრძალვის დღეს იხსენებს, როდესაც მათ სახლთან კუდის თანამშრომლები მივიდნენ. ჩოხელების საცხოვრებელ სახლს მათთვის უცნობი ადამიანები დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ბექა ბარამიძე შეხვდა დღეს არჩილ ჩოხელის ოჯახს, ნახეთ რეპორტაჟი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ერთი თვე მაგიტო არ ამოვიღეთ ხმა, რომ პირადად უცხო ადამიანები, ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანები მოდიოდნენ და კითხულობდნენ ამ ოჯახს რატი ვინ აყავს, ვინ დარჩა ამ ოჯახს რატი. და ეს ყველაფერი ახლა მეშინოდა ეს ცხელგულზე ძმა მომიკლეს და ამ თავრობისგან არაფერი არ იყო გამორიცხული ყოველ შემთხვევაში, რომ ხვალდაზექ ჩემი შვილისთვის დაეშავებინათ რაღაცა და მაგის გულზე ჩუმად ვიყავით, ხმას არ ვიყებდით, ველოდებოდი უფრო ახლა არჩევნებმა ჩაიაროს, მაგრამ მაინც დღემდე კიდე მაინც რაღაც შიშის ფაქტორი არსებობს. სამხედრო მაღალჩინოსნების გარდა შესაძლოა საშუალო აღსრულების კიდევ ერთი ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც დაადგეს. პატიმრის ოჯახი ხათუნა კალმახელიძისა და რუსთავის მე-6 საპყრობილის ყოფილი უფროსის დავით მარგებაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. საუბარია ივერი ზირეკიძეზე, რომელიც 2011 წლის 16 აგვისტოს რუსთავის მე-6 საპყრობილეში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით პატიმარი დენის დარტყმა მიმსხვერპლა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლი და გარდაცვლილის მეუღლე ამტკიცებენ, რომ ოფიციალური ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. არგუმენტად ის ალტერნატიული ექსპერტიზა სახელდება, რომელიც მსჯავრდებულის ოჯახმა ჩაატარა. ყალის დაფარვის მიზნით ისინი ამბობენ, რომ ვითომ ჩემ მეუღლეს დაარტყა დენმა და დენის დარტყმით გარდაიცვალა, ეს იყო აბსოლუტური აბსურდი. მე თავიდანვე არ მეთანხმებოდი ამ ვერსიას და ამიტომ ჩავატარე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით. ვერანაირ ცალსახად ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა დენით დარტყმა. აქვს უამრავი მიყენებული დაზიანებები. კიდევ ეჭვს იმით მიღრმავდება მე, რომ რუსთავში ჩავუტარდა ექსპერტიზა ჩემ მეუღლეს. შემდგომ გადმოიყვანეს გდანის ციხეში სომეხასთან, რომ გაესუფთავებინა გვამი. ერთი წელია მიმდინარეობს ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტის საქმე, რომელზეც არანაირი შედეგი არ დამდგარა და ვითხოვთ ეფექტური დროული გამოძიების ჩატარებას ამის თაობაზე. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს სავარაუდოდ უკან გაიწვევენ. პარლამენტის თითქმის ყველა კომიტეტში პროექტი დაიწუნეს. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ არსებული ვარიანტით ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ვერ მოხერხდება. კოალიცია პროექტისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვს. დეპუტატებს 2013 წლის ფინანსური დოკუმენტის პირველად ვერსიას ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცნობს. თამთა ჯანაძე დაესწრო საკომიტეტო მოსმენებს, რომელიც პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თამთა კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს უმრავლესობას ბიუჯეტის პროექტის მიმართ. დიახ, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა. დეპუტატები თითქმის ყველა კომიტეტში უსმენდნენ ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მათ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. იმის მიუხედავად, რომ უმცირესობის თითქმის არც ერთი წარმომადგენელი ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვას არ დასწრებია, უმრავლესობაში თავი აზრთა სხვადასხვაობა იჩინა. უმრავლესობა აცხადებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი არასრულყოფილია და საფუძვლიან შესწავლას და დამუშავებას საჭიროებს. არის თუ არა არის პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენდა რეალურად ეფექტური, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჩვენ დავსვით, რომელიც არსებობს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პროგრამაში ქართული ოცნების გაჟღერებული იყო არაერთხელ პრემიერ-მინისტრის მიერ და იმისი ამოქმედება და იმის შესრულება ბუნებრივია უნდა იყოს ასახული კანონის შემოქმედებაში და ბიუჯეტის კანონში დაწილობრივი და თანმიმდევრ კანონებში. ფორმალური ბიუჯეტია, ანუ არ ესადაგება იმ მოთხოვნებს, რაც არის წაყენებული და ჩაწერილი ქართული ოცნების პროგრამაში. იქ ციფრების აბსოლუტური უთანხმოებაა, თანხმოება არ არის იქ, არ არის გაწერილი სოციალური სფერო, ზოგადად არის ციფრი წარმოდგენილი დაახლოებით $1.5 თუმცა იქ დეტალური გაწერა ციფრების არ ხდება, ამიტომ ჩვენთვის ბუნდოვანია. თავარი კითხვა ზუსტად ამაზე იყო დასმული, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. იქ სხვა თემებიც ძალიან ბევრი, რომელიც შეეხებოდა სადაზღვევოს, შეეხებოდა სოციალურ პრობლემებს, შეეხებოდა პროგრამების განხორციელებას. კითხვები იყო დასმული, მაგრამ პასუხები გაცემული ვერ იქნა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი შენიშვნებით დაგვებრუნებიდან მთავრობის ბიუჯეტი შემდგომი გადამუშავებისთვის და წარმოადგენონ თავიდან.
უმრავლესობის პრეტენზიებს გაგებით შეხვდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ის აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი დაუბრუნდება მთავრობას განსახილველად, ყველა დეპუტატის შენიშვნა იქნება გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენ ვიცით, რომ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ვართ, მუშაობ პროცესში ვართ, ეს არის შუალედური ეტაპი, რაღაცებზე ვერ იქნება პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით გზად ამის პრობლემა, რაღაცაზე გარკვეულწილად დასაზუსტებელია, ეს თანდათანობით დაზუსტება. ბოლო შემოტანისას 30 ნოემბრამდე ეს ყველა კითხვები, რა თქმა უნდა, დაზუსტებული იქნება და ესე იქნება. რაც შეეხება პენსიებს, დასვენებას, გარკვეული რესურსები არის გამოძებნილი, ახლა გარკვეული ისე იქნება, ყველაფერს რაც არის განაპირობი, იმის მიხედვით იქნება შესრულებული, რა რესურსებიც არის. ეხლა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შეიძლება. საბოლოო ჯამში 30-მდე ეს წარმოდგება და იქ გამოჩნდება. პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები 12 ნოემბრამდე გაგრძელდება, 13 ნოემბერს კი ბიუჯეტის პროექტს გაიტანენ საგანგებო პლენარულ სხდომაზე. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან და თამთა ჯანაძემ. გაუქმებული ვიზიტი რატომ გადაიდო ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობა. ხელისუფლება ფაქტს იმ მოტივით ხსნის, რომ გაერთიანებულ შტაბს ამ ეტაპზე ხელმძღვანელი არ ჰყავს, თუმცა ახალი უფროსის დანიშვნისთანავე დელეგაცია თბილისში აუცილებლად ჩამოვა. ოპოზიციაში გადასული ნაციონალური მოძრაობა კი თემას პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს და ვიზიტის გაუქმებას სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავებას უკავშირებს. ნაციონალების ვარაუდით გენშტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პრობლემას შეუქმნის. სამხედრო ექსპერტებისთვის ამ შინაარსის განცხადებები საფუძველს მოკლებულია. თემაზე გიორგი მანჯავიძის ვრცელი რეპორტაჟი ნახეთ საღამოს 9 საათზე. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდება გენერალი, რომელიც ჩამოდიოდა თავის კომიტეტთან ერთად ნატოს ყველა ქვეყნის სამხედრო წარმომადგენელთან ერთად საქართველოში, მას მასპინძლობდა საქართველოს შეერაღებული ძალების მთავარსარდალი გენშტაბის უფროსი გენერალი კალანდაძე. ბუნებრივია, როცა მასპინძელი არის დაკავებული, ადვილი მისახვედრია, რა მიზეზით გადაიდო გაურკვეველი ვადით ეს ვიზიტი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ესეთ მოკლე დროში შედგება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები. ბატონ რასმუსენთან იქნება შეხვედრა, ასევე იქნება ბატონ ბაროზოსთან, ვან რომპოისთან და ბატონ ფულესთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის დადასტურება, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ევროკავშირს და ნატოს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. შეწყდება თუ არა მძღოლების პროტესტი ამ წუთებში ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს ხვდება. მერიაში იმყოფება გაფიცული მძღოლების წარმომადგენელიც. შეხვედრის მონაწილეები ქალაქის მთავრობის წარმომადგენელს სავარაუდოდ მძღოლების 16 პუნქტიან მოთხოვნებს აცნობენ. მერიასთან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი გვანცა პაპავაძეც, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩართავთ. გვანცა, დასრულდა თუ არა შეხვედრა, რომელიც ქალაქის ტრანსპორტის ხელმძღვანელობასთან იმართება? დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა რასაკურველია ავტობუსის გაფიცული მძღოლების მოთხოვნებია. ამ წუთებში მხარეები დეტალურად განიხილავენ იმ 16 პუნქტიან მოთხოვნებს, რომლის დაკმაყოფილებასაც მძღოლები მოითხოვენ. როგორც ცნობილია, თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია უკვე შეთანხმდნენ 15 მათგანის დაკმაყოფილებაზე, თუმცა ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატება ჯერაც პასუხგაუცემელი რჩება. თბილისის მერია ასევე გამოვიდა მძღოლებს ასევე სთხოვა, რომ შექმნან ეგრეთ წოდებული საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მძღოლების მოთხოვნებს რეგულარულად გააცნობენ. მოემატებათ თუ არა მძღოლებს ხელფასი და შესაბამისად შეწყდება თუ არა გაფიცვა, ამის შესახებ სავარაუდოდ უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მე შეგახსენებთ, რომ მძღოლები უკვე მეორე დღეა, რაც გაფიცულები არიან, შესაბამისად თბილისში არ მოძრაობს არც ერთი ავტობუსი. ცვლად თემის დეტალებთან დაკავშირებით თქვენ შეგიძლია უყუროთ ჩვენს მთავარ გამოშვებას ზუსტად 9 საათზე. ეს იყო პირდაპირ ჩართვა მერიიდან, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს შეხვედრა ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასა და გაფიცული მძღოლების წარმომადგენელს შორის. გიგი უგულავას დღეს მთავრობის სხდომა დაატოვებინეს. ქალაქის მერი კანცელარიაში თბილისელების სოციალური შეღავათების განსახილველად მივიდა. იმ მოტივით, რომ საკითხი დღის წესრიგში გათვალისწინებული არ იყო და თან სხდომას მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ, პრემიერმა უგულავას სხდომის დატოვება მოსთხოვა. ფაქტს მერმა ცინიზმი უწოდა, კანცელარია კი ქაჯეთის ციხეში ადარა. ქალაქის მთავრობის ხელმძღვანელს უკვე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა. ცოტა ხნის წინ კი მერიის წერილობითი განცხადებაც გავრცელდა, სადაც ქალაქის მთავრობა კანცელარიის პრესსამსახურს უგულავა ივანიშვილის საუბრის სამსახველი კადრების გავრცელებისკენ მოუწოდებს. ის რაც დღეს ვიხილე უკვე ყველანაირ ზღვარს ვსდება,
ასეთი რამ ამ შენობაში შევანაძის დროსაც არ ხდებოდა, რომ მანამდე კლერკები მომიგზავნის და თურმე მთავრობის ხდომაზე დასწრების უფლება არ მაქვს, ისე ვიმეორებ. ბოლო 10-15 წელიწადიან მსგავსი რამე ყოფილა მთავრობას. მე ბუნებრივია აქ არ მოვსულა მთავრობის წევრების სანახავად, ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ეხება 600,000 თბილისას, რომელიც სარგებლობს ტრანსპორტით. ქალაქის მერი მთავრობის წევრი არ არის, შესაბამისად მთავრობის წევრების გარდა მთავრობის ხდომაზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, ვინც მოწვეულები არიან. ქალაქის მერი მოწვეული არ ყოფილა. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის საკრებულოს გაუგზავნა 12 ოქტომბერს. შესაბამისად დღეს აპელირება იმაზე, რომ ჩვენმა მთავრობამ გააუქმა 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რითაც ეს პროგრამები დასრულდა, არის აბსოლუტურად არასწორი. იმიტომ რომ 12 ოქტომბერს თბილისის მერია ემუდარებოდა ქალაქის საკრებულოს, რომ მოეხსნა აღნიშნული შეღავათები. არ იყო მოწვეული გიგი უგულავა ამ სხდომაზე, შესაბამისად ახლა ესეთი ბავშვური ხოლიგნობები, რაც წინა ხელისუფლებაში იყო ძალიან მიღებული, მე მგონი სრულიად უადგილოა. ფული, რომელიც გამოყოფილი იყო ხალხისთვის, ხალხის სოციალური შემწეობებისთვის და დახარჯეს სხვა რამეზე, არის უკანონო დახარჯული, რაღაცა შეისწავლიან სავარაუდოდ შესაბამისი უწყებები, ხოლო მსგავსი თვითნებობების უფლება არავის არ აქვს. და ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ უკვე იტვირთება ის ვიდეო კადრები, რომლებიც მთავრობის დღევანდელ სხდომასა და უგულავა, ასევე ივანიშვილის საუბარს ასახავს. ჩვენ ამ ვიდეო კადრებს ბუნებრივია გავრცელებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი მეცხრე არხის იურისტი საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართავს. ტელევიზიის წარმომადგენელი იმ გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას ითხოვს, რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია საქართველოს სიხშირე სამოქალაქო განვითარების ფონდს გადასცა. სერგი ჯორბენაძე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე კონკურსის გამოცხადებას ითხოვს. იურისტის განმარტებით ტელეკომპანია საქართველოს სალიცენზიო პირობების დარღვევით მაუწყებლობდა. თუმცა მარეგულირებელმა არხს ლიცენზია 10 წლის ვადით მაინც გაუგრძელა. ერთი თვის შემდეგ კი ლიცენზია სამოქალაქო განვითარების ფონდს მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც მეცხრე არხი მსგავს ლიცენზიაზე კონკურსის გამოცხადებას თვეები ამოითხოვს. სასამართლომდე ტელევიზიის იურისტმა მთავარ პროკურატურასაც მიმართა და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის გამოძიება მოსთხოვა. მეცხრე არხმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია საქართველოს ლიცენზია გადასცა სამოქალაქო განვითარების ფონდს, რომლის დირექტორი არის თამარ ჩერგოლეიშვილი. აღნიშნულ ლიცენზიაზე კონკურსის გამოცხადებას მეცხრე არხი ითხოვდა მთელი თავისი მაუწყებლობის პერიოდში, ანუ 2012 წლის აპრილის ბოლოდან, რომელზეც კომუნიკაციების პასუხი მუდამ უარყოფითი იყო. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოში მეცხრე არხმა შეიტანა მოთხოვნა, სარჩელი დააყენა შემდეგი მოთხოვნით, რომ ერთი მხრივ სამართლებრივი აქტი იქნეს ბათილად ცნობილი, ხოლო მეორე მხრივ დაევალოს კომუნიკაციების კომისიას ქმედების განხორციელება ადმინისტრაციულ მართლებრივი აქტის გამოცემის კუთხით. არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები კულტურის სამინისტროს მიმართავენ. საზოგადოებრივი საბჭოს წევრები რიყესა და გუდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების შეწყვეტას მოითხოვენ. არგუმენტი ასეთია, სამშენებლო პროცესი დასახელებული ტერიტორიების იერსახეს ამახინჯებს. ძველი თბილისის სხვადასხვა უბანში მიმდინარე მშენებლობების განსახილველად საზოგადოებრივი საბჭო დღეს სამხატვრო აკადემიაში შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა ყველა ის პრიორიტეტი განსაზღვრეს, რომელთა საფუძველზე ქალაქის სხვადასხვა წერტილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეწყდეს. ის რაც ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილში და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ნაწილში სამწუხაროდ სიჩქარის თუ არაკომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების გამო მოხდა დამახინჯება ესეთი შენობების და ფორმების გაჩენა, რომელიც ლანდშაფტურადაც, ისტორიულადაც, ტრადიციულადაც უშლის ამას ყველაფერს, ლაპარაკია აწუხებთ ადამიანებს, იყო დრო როცა ამ ადამიანებს არაფერი არ ეკითხებოდათ, მაგრამ შეიცვალა და დაიწყეს ზრუნვა და ფიქრი, რომ როგორ ჰარმონიულად განვითარდეს ეს ყველაფერი ქალაქში, რა არის გასაჩერებელი, ამაზე ვზივართ ვჭობთ. სხვა არაფერი დაგვრჩენია, რომ მივმართოთ პრემიერ-მინისტრს, რადგან მას აქვს ამისი უფლება, რომ გამოსცეს განკარგულება და შეაჩეროს ასრაფო წესით ეს 5 ობიექტი და დაიწყოს განხილვა, როგორ შეიძლება გადავარჩინოთ, როგორ შეიძლება მივახცეთ კონსენსუსს, თუ არ დაზარალდეს არც ინვესტორი და არ დაზარალდეს არც ქალაქი. ეს არის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპზე მე ვფიქრობ, უნდა დაიწყოს ასრაფო წესით კანონმდებლობაზე მუშაობა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დღის მთავარ სიახლეებს.
3-საათიანი სასამართლო პროცესი დასრულებულია. ბაჩუ ახალაიას პატიმრობა შეუფარდეს. გიორგი კალანდაძესა და ზურა შამათავას კი 20,000 ლარიანი გირაო სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, თუმცა მათ წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება. სასამართლო დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ახალაიას თავდებში უდგებოდნენ. თუმცა ადვოკატის შუამდგომლობა, რომ 26 დეპუტატის თავდებობით ყოფილი მინისტრი გაეთავისუფლებინათ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ერთი ადამიანი ალაპარაკდა. რუსთავის მეორე დაწესებულებისა და ქალაქის მეექვსე საპყრობილის ყოფილი მთავარი ექიმი სასჯელ ახსულების ექს-მინისტრს პატიმრების წამებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დავით ჭუმბურიძე ამბობს, რომ პირადად აქვს ნანახი, როგორც სცემდა და აწამებდა ახალაია მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულებს. საუბარია 2006 წელს მომხდარ სამ ფაქტზე, რომლებსაც ჩვენი რესპონდენტი შეესწრო. ჭუმბურიძე, რომელიც ახლა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეა, მზად არის დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მისცეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის მსხვერპლის ოჯახი დუმილს არღვევს. არჩილ ჩოხელის და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. უწყებაში განცხადება უკვე შეტანილია. სპეცდანიშნულების რაზმის წევრის ოჯახი ერთადერთ კითხვაზე ითხოვს პასუხს. რა გარემოებაში დაიღუპა ჩოხელი, რომელიც ნათესავებისთვის მიწოდებული ერთ-ერთი წინასწარი ვერსიით სნაიპერის ტყვია მიმსხვერპლა. ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია. მეტიც, ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის მისვენების ფაქტი გატარებულიც კი არ არის. დაღუპულის ოჯახი საქმის ბუნდოვანებაზე საუბრობს და დაკრძალვის დღეს იხსენებს, როდესაც მათ სახლთან კუდის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ჩოხელების საცხოვრებელ სახლს მათთვის უცნობი ადამიანები დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. გაუქმებული ვიზიტი რატომ გადაიდო ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობა. ხელისუფლება ფაქტს იმ მოტივით ხსნის, რომ გაერთიანებულ შტაბს ამ ეტაპზე ხელმძღვანელი არ ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ ახალი უფროსის დანიშვნისთანავე დელეგაცია თბილისში აუცილებლად ჩამოვა. ოპოზიციაში გადასული ნაციონალური მოძრაობა კი თემას პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს და ვიზიტის გაუქმება სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებას უკავშირებს. ნაციონალების ვარაუდით გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პრობლემას შეუქმნის. სამხედრო ექსპერტებისთვის კი ამ შინაარსის განცხადებები საფუძველს მოკლებულია. კრიმინალური პოლიციის ახალი ხელმძღვანელის მიმართ დღეს სხვა ბრალდებებიც გაისმა. ბათუმის უნივერსიტეტის დარბების გარდა თამაზ ბაკურიძე დავით ბედიას ბიზნესმენებზე ზეწოლაშიც ადანაშაულებს. ყოფილი პატიმრის მტკიცებით ბედია სპეციალური ანგარიში ჰქონდა გახსნილი, სადაც ბიზნესმენებს თანხას იძულებით არ იცხენებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა. დავით ბედია 2007 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ის სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად დანიშნეს. ის იბარებდა ბიზნესმენებს და ჰქონდა სპეციალურად გახსნილი ანგარიში ბანკში, სადაც მათ კანონდარღვევით აიძულებდა ჩაერიცხათ თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოხდებოდნენ ციხეში. ასევე ის ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებელ მდგომარეობას და მისთვის არასასრულ თანამდებობის პირებს ძალოვან სტრუქტურებში აიძულებდა უკანონოდ დაეტოვებინათ თანამდებობა. ვინც არ დატოვა, ისინი გაამწესა ციხეში, რომლებთან ერთადაც მე ვიხდიდი სასჯელს. ხმაურიანის ხდომა ცაგერის საკრებულოში ფრაქცია ეროვნული თანხმობის თავმჯდომარე გოგიტა ახვლედიანმა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ხაბულიანი საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ახვლედიანის მტკიცებით საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მანდატებით შესულ დეპუტატებს სურვილი ჰქონდათ, რომ ფრაქცია ეროვნულ თანხმობასა და ქართულ ოცნებაში გადასულიყვნენ, თუმცა სერგო ხაბულიანმა დეპუტატებს აზრი შეაცვლევინა. დეპუტატები, რომელიც თანახმა იყვნენ, შემოსულიყვნენ ან ფრაქციებში, მაგრამ გუშინ ამ ჩვენი ინდივიდუალური ლაპარაკის შემდეგ მე პიროვნებებს შევხვდი ვილაპარაკე და ამის შემდეგ განხორციელდა რაღაცა ზარები, ხაბულიანის ზარი იყო ეს დარწმუნებული ვარ ჩვენ მაგითი, რომ შეიკავეთ თავი ჯერჯერობით, როგორც მაგი თვითონ ამბობს ხაბულიანი გადავიდა ქართულ ოცნებაში კი არ გადავიდა მაგი. მაგათმა შექმნეს ფრაქცია, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. მას სადაც მოუნდება ამ დროს უნდა ნაციონალებში გადავა, თუ შეატყო სიტუაციაში ისევ გადასასვლელია, უნდა ისევ დარჩება ქართულ ოცნებაში გადმოვა. იყო პარლამენტიდან ზარი, რომ თავი შეეკავებინათ და არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. ვინაიდან უმრავლესობით ნაციონალები იყვნენ საკრებულოში, მიიღეს დირექტივა ზემოდან ასეთი, რომ შეუცვალონ სახელწოდება, უმრავლესობა და რაღაც სახელზე მუშაობენ, რომ სახელი დაერქვან.
ზეწოლაზე საუბრობენ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც პროფესორ მასწავლებლები რექტორ სასწავლებლის პოლიტიზირებასა და თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. არგუმენტი კი ასეთია, სასწავლებელში ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის რაოდენობა აკადემიურისას ბევრად ჭარბობს. თანამშრომლები განათლების სამინისტროს მიმართავენ და ითხოვენ, რომ ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე კანდიდატი არჩევნების შემდეგ დაინიშნოს. თანამშრომელთა ბრალდებებს უნივერსიტეტის რექტორი უარყოფს. თავარი პრობლემა, რომელიც არის უნივერსიტეტში, ეს არის ის, რომ უნივერსიტეტი არის ტოტალურად პოლიტიზირებული და ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ ხრივ არაფერი ჯერჯერობით არ შეცვლილა. აუცილებელია რადიკალური ცვლილებების შეტანა საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ. კონკრეტულად გულისხმობ იმას, რომ აუცილებელი ავტონომიის მინიჭება უნივერსიტეტებისათვის. ნამდვილად არის გაბერილი შტატები, იმიტომ რომ ალბათ აკადემიურ პერსონალზე მეტი ნამდვილად არ უნდა იყოს ტექ პერსონალი და ადმინისტრაცია უნივერსიტეტში და თუ კი თქვენ ჩახედავთ შტატებს, იქ ნახავთ, რომ სწორედ პოლიტიკური ფიგურების მეუღლეები, ნათესავები, ოჯახის წევრები მიიღეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ქუთაისის უნივერსიტეტში, როდესაც გაუშვეს დამსახურებული პროფესორები. აქამდე ბრალმდებდნენ, რომ რატომ ხდება უნივერსიტეტში ოპტიმიზაცია და რატო ხდება შტატების შემცირება. ახლა ამ ფონზე ისე ვიზრალდება, რომ შტატები რატოა გაბერილი, რა ვიცი, ცოტა უხერხულად მეჩნია. თუმცა მე ნამდვილად მზადა ვარ, ნებისმიერ პიროვნება შევხვდა და ვისაუბრო იმაზე, სად შეიძლება იყოს უკეთესი, თქვა, გამოსავალი. ზუგდიდში მოქმედი 13 არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილთა მინისტრს სამეგრელოში ჩასვლას თხოვს. მიმართვის ავტორებს მინისტრის მისამართით შეკითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დავით დარახველიძე მოწვდარვალარიანი შემწეობის კლასიფიკაციასა და დევნილთა მიერ შენობების მითვისების პროცესში პოლიციის ჩარევაზე ისაუბრა. არასამთავრობოები ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელ თორნიკე კილანავას განცხადებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვით სხვადასხვა ობიექტზე დევნილთა შეჭრა მართული პროცესია. შეიძლება ჩვენი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ 28 ლარს მოუხსნის ყველას, ან იმას მოუხსნის, რომელიც არ იმსახურებს ამას, ან ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაარღვევს კანონს და სწორედ ასე მოხდება ამ დევნილების გასახლება, შეიძლება ეს არის უსაბუთლო, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ჩამოვიდეს ზუგდიდში, შეხვდეს დევნილებს, ადგილზე გაეცნოს სიტუაცია, შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გაგვაცნოს თავისი პრიორიტეტები, თავისი ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მას და გავარკვიოთ ყველა იმ საკითხებში, რა საკითხებში ჩვენ შეგვიძლია მას მივაწოდოთ ინფორმაცია. გასხვავებული პოზიცია აქვს ორგანიზაციას გზას აფხაზეთისკენ, რომელიც დევნილებს მიმართავს. გაერთიანება იძულებით გადაადგილებულებს მოუწოდებს შენობებში შეჭრისგან თავი შეიკავონ. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა დევნილებსა და სამინისტროს შორის დიალოგის სასწრაფოდ დაწყებაა. დღეს იყო პრესკონფერენცია, სადაც მოხდა იმ განცხადების გასაჯაროება, რომელიც გააკეთა გზა აფხაზეთისათვის აი ამ არასამთავრობო გაერთიანება. უპირველესი საკითხი დღეს შექმნილი მდგომარეობა და ან ეს დღეს შექმნილი მდგომარეობა არ არის და ეს აფხაზეთის ომის შემდეგ შეიქმნებოდა და აი დღემდე მოვიდა აი ესეთი პრობლემული სახით ითვალისწინებს აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურის, ანუ ლეგიტიმური ხელისუფლების მდგომარეობის განსაზღვრას, მისი ფუნქციების უფრო ცხოველმყოფელი რეჟიმში გადაყვანას და მედითი საქმიანობის დატვირთვას. უწოდებთ დევნილებს, რომ თავი შეიკავონ უკანონო შეჭრებისაგან, რამე თუ ძალიან ბევრი ობიექტი ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუმცა იმასაც გამოვთქვათ მოსაზრებას, რომ ეს პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში იყო დაგროვილი და გარკვეულწილად გაგებითაც ვეკიდებით ამას, მაგრამ საბოლოო პრობლემების გადაწყვეტისთან მიმართებაში აუცილებელი იქნება, რომ მოხდეს დევნილებსა და დევნილთა სამინისტროს შორის დიალოგი. ხმაური იყო დღეს გურჯაანის საკრებულოს წინ ადგილობრივებმა გურჯაანის გამგებლის დავით მესხიშვილისა და კახეთის გუბერნატორის მოადგილეების ალეკო კახიძისა და გიორგი სიბაშვილის მიერ ჩადენილი ქმედებები გააპროტესტეს და სამართალდამცველი ორგანოებისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვეს. მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით ჩამოთვლილი პირები ღვინიაშვილის ხელშეწყობით თანამდებობებს ისევ ინარჩუნებენ და გამგებლად ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებული ზვიად ყვირალაშვილის დამტკიცებას აპირებენ. ბატონმა ღვინიაშვილმა ისევ გაიმარჯვა და მათ არა აქვთ ამის მორალური უფლება და ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ
დაუყოვნებლივ დატოვონ მათ ეს და არ გააგრძელონ ისევ იმ მეთოდებით ყველაფერი რა მეთოდებითაც თვითონ შედან მან. როგორც რაიონის მაცხოვრებლები ვაპროტესტებთ გვინიაშვილის, სიბაშვილის, მორფინისტი კახიძის, რომელიც დღესაც არის რეგიონის მოადგილე, გუბერნატორის მოადგილე, ანუ ჭიაბერაშვილის მაგათ დანაშაულებრივ ქმედებებს. ქარვასლავში დღეს გოგა გომიაშვილი გაიხსენეს ისტორიის მუზეუმში საგარეო წყობისა და ტოიოტას ცენტრის ყოფილი თანამშრომლის ფოტოებია გამოფენილი. ექსპოზიცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გადაღებულ სურათებს აერთიანებს. ფოტოების სხვადასხვა ჟანრშია წარმოდგენილი, მათ შორისაა გრაფიკული ნამუშევრები, ასევე თავისუფალი სტილისა და ჟანრის ფოტოები. რამდენიმე თვის წინ გომიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბოლო 5 წლის განმავლობაში გიორგი იყო დაინტერესებული ძალიან ფოტოგრაფიით და ფილმის შემოქმედებაში რაც ჩვენ დღეს წარმოვიდგინეთ ეს ძალიან კარგად ჩანს. იმიტომ რომ მოყვარულმა ფოტოგრაფმა მიაღწია ისეთ გრადაციებს, რომ დღეს მასზე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო. ძალიან დაგვაკლდა. და მე მგონი ეს გამოფენა, რასაც თქვენ ახლა აქ ხედავთ. ეს პასუხია ყველაფერს. და გამოშვების ბოლოს შემოგთავაზებთ დაპირებულ კადრებს. ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელიც დღევანდელ მთავრობის ხდომაზე ბიძინა ივანიშვილსა და გიგი უგულოვას შორის გამართული საუბარს ასახავს. შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ხდომაზე ქალაქის მერს ხდომა დაატოვებინეს. კანონმდებლობა არის თვალისწინებელად, რომ ქალაქის მერი მოგუსმინეთ. კანონმდებლობა არის თვალისწინებს, რომ ქალაქის მერი ესწრებოდეს მთავრობის ხდომას. თუ არ არის მერი მოწვეულ პრემიერის აი მოვიდა პრემიერი და ვკითხავ მე თვითონ გავასრულებ თუ შეიძლება, ხო? როცა გამიზილა საკითხი საჭირო ჩამოიტანეს. მე ვთვლი რომ ეს საკითხი საკმაოდ საჩქაროა. გასაგებია რომ თქვენ ხართ, მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში და მეორე თუ მთავრობა აპირებს ამ საკითხის განხილვას, იმიტომ რომ მთავრობის ყველა კანონის და პროცედურის დაცვის ამ საკითხის ატვირთვა მოხდა, შესაბამისად დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანას არანაირი პრაქტიკა არსებობს დღის წესრიგში სხვადასხვა საკითხების დამატების. ბატონო ბიძინა, მე ძალიან კარგად ვიცი. გასაგებია, მე სწორედ ამის მოსმენა მინდოდა, აპირებს თუ არა მთავრობა ამ საკითხის, რომელიც 600,000 ადამიანს ეხება თბილისში, ამ საკითხის განხილვას. თუ პასუხს ვიგებ, რომ არ აპირებს განხილვას, მე დიდი პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ აქ დარჩენას. და თუ აპირებს, მაშინ მე არც არავის კარნახოს ბატონო ბიძინა, შევარნაძის დროსაც არ ხდებოდა ისე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას არ ქონდა მთავრობაზე მოსვლის უფლება. მე ძალიან კარგია წესრიგის დამყარებას რომ აპირებთ, უბრალოდ მე მინდა კიდევ ერთხელ კითხოთ. მთავრობა აპირებს თუ არა ამ საკითხის განხილვას? არა, პოლემიკას რამდენად არ ვაკეთებ. რო არ აპირებს. მაშინ თუ შეიძლება პატივი დაგდო და გითხრათ როდის აპირებს. დიდი მადლობა, მე გავიგე რომ თქვენ ეთყობა არ აპირებთ ამ საკითხის განხილვას, ძალიან წუხარ. ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. მაგრამ თქვენ გასაცდელს მათში თქვენს მიეშვით ეს ისრომის მაღალაში. ეს იყო კადრები, რომლებიც მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. ასეთი იყო დღის მთავარი სიახლეები საღამო 7 საათისთვის 21 საათზე თქვენ მთავარი საინფორმაციო გამოშვებოდა. მე გეორშევათამდე დაგემშვიდობთ.